მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ, მაშ ასე დღეს ჩვენ ვიწყებთ ქართული ოცნების მიერ დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის განხილვას და ამ თემაზე ჩვენი სტუმრები არიან დავით უსუფაშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგურთება, ხოლო სტუდიაში ჩვენი სტუმრები არიან პროფესორი გიანოდია და გიორგი მარგველაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, თუმცა სანამ თქვენთან დავიწყებდეთ საუბარს, ბატონ დავით ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, საინტერესო ამ აქციის შემდეგ მისი მოსაზრება თუ როგორ არა კამპანიის დაწყება. ბატონ დავით, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ დავით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბევრი ხალხი შეგროვდა დღეს თავისუფლების მოედანზე. ეს იყო დაანონსებული იყო, რომ ამით ქართული ოცნება იწყებდა წინასაარჩევნო კამპანიას. თუმცა იქ გამოჩნდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც ჯერჯერობით თქვენთან არ არიან და ეხლა ერთად მოვისმინეთ ჩვენ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის სინქრონი, სადაც ის ამბობს, რომ სურს საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, საერთო ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნა ქართულ ოცნებასთან. თქვენთვის ახალია ეს იდეა, თუ დაიწყებთ, თუ უკვე დაწყებული გაქვთ ამ მიმართულებით მუშაობა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, არ ამგონია მე აქ ქალბატონი ნინოს სურვილების თაობაზე სასაუბროდ მომიწვიეთ. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება აგრძელებს თავისი გეგმით მუშაობას. დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ძალიან სერიოზული აქცია. ჩვენ დავიწყეთ ამითი ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია და დავიწყეთ იმგვარად, ისე, იმდენი ხალხით, ისეთი ენთუზიაზმით, რომ ქართული ოცნების გამარჯვება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, მე მგონი უკვე აღარავისი არ იწვევს ეჭვს, თუმცა ჩვენ წინ კიდევ გვაქვს ძალიან დიდი შრომა. დღევანდელი აქცია, დღევანდელი ღონისძიება იყო მნიშვნელოვნად გამორჩეული დღემდე საქართველოში გამართული მსგავსი აქციებისგან. თქვენ აღნიშნეთ და მე გეთანხმებით, აქ იყო უამრავი ხალხი, უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი. მე პირადად მომიწია დღემდე გამართულ პრაქტიკულად ყველა აქციაში ან მონაწილეობა, ან თვალყურისდევნება და ასეთი რაოდენობის მოქალაქეები გამოსული ქუჩაში მე პირადად არ მახსოვს. ჩვენი წინასწარი გათვლებით და ამაზე უფრო ზუსტად მოგახსენებთ, დღეს თავისუფლების მოედანზე და არა მხოლოდ თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, პრაქტიკულად რუსთაველის გამზირის 2/3 იყო სავსე, პუშკინის სკვერში, კოლმეურნეობის მოედნამდე, მიმდებარე ქუჩებში 200,000-მდე მოქალაქე მოიყარა თავი. ასე რომ ერთი მხრივ რაოდენობით იყო ეს უპრეცედენტო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თავისი დატვირთვით იყო ეს უპრეცედენტო, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქციიდან არც ერთი მოქალაქე არ წასულა პასუხგაუცემელი კითხვით. ჩვენ ეს გვემართებოდა ხოლმე ხშირად ოპოზიციას, როდესაც ასეთ აქციებზე ვიწვევდით მოქალაქეებს, მაგრამ ისინი ხშირად მიდიოდნენ კითხვებით, რატო მოვედით, რატო წავედით, რატო ვერ მივახციეთ შედეგს და ასე შემდეგ. ეს იყო კარგად მომზადებული. ალბათ დაისმებოდა, რომ საათ ნახევარში დამთავრდა აქცია, თუმცა ეს არ არის მაინდა-მაინც მნიშვნელოვანი თემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონო ეკა, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ აქციაზე მოსული თითოეული მოქალაქისთვის ცხადი იყო, რომ ის მოვიდა სერიოზული პროცესის დასაწყებად და ამ პროცესის თავისთავადი შედეგი იყო დღევანდელი შეკრება, აი ამ ხალხის ერთად დადგომა, ერთად შეხვედრა ოპოზიციის ლიდერთან, ბატონ ბიძინა-ივანიშვილთან, მისი პრაქტიკულად საპროგრამო გამოსვლის მოსმენა და ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს უკვე საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ამითი ვართ განსაკუთრებით კმაყოფილი, რომ ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული აქცია, ძალიან კარგად დაგეგმილი და პირველ რიგში მოქალაქეებისთვის იყო გასაგები, რატომ შევიკრიბეთ, რამდენ ხანს შევიკრიბეთ, რისთვის შევიკრიბეთ, რატომ დავიშალეთ და დღეიდან და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რა გვაქვს გასაკეთებელი. თუმცა 5-მდე იყო, უნდა გაგრძელებულიყო, ესე იყო დაანონსებული ეს აქცია, უფრო ადრე დაიშალა, თუმცა ეს ლოჯისტიკური 5-მდე უნდა ყოფილიყო. ესე იყო დაანონსებული თუ არ ვცდები. საინფორმაციო კი ბატონო, არ არის ეს მნიშვნელოვანი. მე მაინტერესებს გაცილებით მნიშვნელოვანია. რომ მალე დავამთავრეთ, ვერ გავიგეკა? ხო, 5-მდე იყო მეთქი დაანონსებული და ცოტა არა, 5-მდე არ იყო დაანონსებული, იყო დაწყება 3 საათზე დაგეგმილი, დავიწყეთ ოდნავ გვიან 20 წუთით, ვინაიდან ბიძინა-ივანიშვილს, რომელიც მოუძღვებოდა კოლონას რუსთაველის მეორე ბოლოდან, რუსთაველის გამზირზე დახვდა იმდენი ხალხი, რომ აი ამ ხალხის გამოვლას დაჭირდა 20-25 წუთით იმაზე მეტი დრო, ვიდრე ჩვენ გვქონდა დაგეგმილი. ასე რომ ეს აქცია შედგა ზუსტად ისე,
როგორც იყო დაგეგმილი, როდესაც იყო დაგეგმილი და რა მასშტაბით და რა ფორმითაც იყო დაგეგმილი. კი ბატონო, თქვენ თქვით, რომ ეს აქცია სხვანაირად დასრულდა, იყო უფრო შედეგიანი, რადგან ხალხმა მიიღო კითხვებზე პასუხი, რაც არ ხდებოდა სხვა აქციების დროს. სხვა აქციების დროსაც იყო მოწოდებები, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ შეცვლით ხელისუფლებას და ასე შემდეგ. ანუ რა კითხვებზე, რა სხვა კითხვებზე მიიღო პასუხი იქ შეკრებილმა ხალხმა? რა იყო ეს კითხვები და რა იყო პასუხები? პირველი კითხვა, ქალბატონო ეკა, იყო ხოლმე თავად აქციის დანიშნულება. აი შევიკრიბეთ და რატომ არ დადგა შედეგი? ხომ შევიკრიბეთ ამდენი და რატომ არ დადგა მიხეილ სააკაშვილი? ხომ მოვედით და აბა რატომ რაღაცას არ ვაკეთებთ დღესვე და ახლა? ამ ნაწილში ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ, ჩემი აზრით გადავიდა თვისობრივად ახალ საფეხურზე. ეს ახალი საფეხურია პოლიტიკური პროცესის კარგად დაგეგმვა და საკუთარი გეგმით მოქმედება და არა ხელისუფლების მოქმედებებზე რეაგირება, რომელიც სამწუხაროდ ჭირდა ჩვენ ოპოზიციას, სხვებს თავს დავანებებ, ჩემზე ვილაპარაკებ, როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეზე თუ გნებავთ, დიახ, ჩვენ უფრო ხშირად რეაგირებდით ხელისუფლების უკუღმართმედებებზე, უგუნურთმედებებზე, დარღვევებზე და ასე შემდეგ. დღეს ხდება პირველად ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც ოპოზიციური წამყვანი პოლიტიკური ძალის აქტიურობა მიდის საკუთარი გეგმით, ჩვენი გეგმით და ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა პოლიტიკური პროცესების გეგმის მიხედვით განვითარება. ჩვენ ხშირად ვსაყვედურობდნენ, რატომ არ გამოდიხართ ქუჩაში? ჩვენ გამოვედით ქუჩაში მაშინ, როდესაც ამ გამოსვლას ეკნებოდა და ჰქონდა იმ დონის დატვირთვა მთელი საქართველოსთვის და მე არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის, იმიტომ რომ ჩვენს ამ აქციას თვალყურს ადევნებდა რამოდენიმე ელჩი, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოების რამოდენიმე ელჩი, რომელიც მე თავად ვნახე თავისუფლების მოედანზე. ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქვე მარიოტში, სასტუმროში იქიდან გვადევნებდა თვალს. ეს იყო ძალიან სერიოზული მოვლენა მათთვისაც, ყველასთვის იმის დასანახად, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალთა ბალანსი დიდი ხანია შეიცვალა ოპოზიციის სასარგებლოდ და 200,000 მოქალაქის მხოლოდ თბილისიდან, პრაქტიკულად მხოლოდ თბილისიდან, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ დილის 5 საათზევე ჩემთან რამოდენიმე მოქალაქე მოვიდა ლანჩხუთელი და ყვარლიდან, რომ აი დილაუთენია ჩამოვედით ჩვენ თქვენთანო. ჩვენ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე რეგიონებიდან არ ჩამოგვიყვანია ამ აქციაზე, იმიტომ რომ უკვე 7 ივნის ჩვენ ქუთაისში ვგეგმავთ მსგავს ღონისძიებას და ყველა რეგიონულ ცენტრში ჩავალთ. აი ამ მთელი ამ ასპექტებით და დატვირთვებით ეს იყო განსაკუთრებული აქცია, განსაკუთრებული მოვლენა და ეს სათანადოდ შეაფასა ქართველმა ხალხმა, მათაც ვინც დღესვე ღიად აცხადებს, რომ ხარს უჭერს კოალიცია ქართულ ოცნებას და აქ მოსული იყო ის ხალხი, რომელიც ღიად აცხადებს ამას, ის ხალხიც, რომელსაც ჯერ კიდევ რაღაცა ფაქტორების და მოსაზრებების გამო არ ძალუց საჯაროდ თავისი პოზიციის დაფიქსირება და განსაკუთრებით იმ ხალხს, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა სააკაშვილის უძლეველობის მითი, ან შიში იმისა, რომ მაინც ხომ ის იქნება ხელისუფალი და ამიტომ რაღაცა ცხოვრება არ გავირთულა. დღეს არის გადამწყვეტი დღე, ის დღე, რომლის შემდეგაც საქართველოში ჩვენ ვნახავთ აი ეს დომინოს ეფექტს, რომ ეძახიან, ამ ტიპის ეფექტს მოქალაქეების მიერ საკუთარი პოზიციების, საკუთარი მოსაზრებების, საკუთარი შეხედულებების ღიად დაფიქსირების. ამას ხელს უკვე ვეღარაფერი შეუშვებს. კი ბატონო, თქვენ თქვით, რომ დღეს გამოჩნდა, რომ ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვოს ქართული ოცნების სახით, აუცილებლად გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში. ეხლაც თქვით, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალა ოპოზიციის სასარგებლოდ. ნამდვილად ძალიან ბევრი ხალხი იყო დღეს მოსული თავისუფლების მოედანზე. არ ვიცი, ზუსტი ციფრი ყოველთვის ძალიან ძნელი დასადგენია, ამაზე მუდმივად სპეკულირებს. დათვლადია და ჩვენ დათვლის მოვარდნით. თავისი მეთოდი აქვს დათვლის, ოპოზიციას თავისი მეთოდი აქვს დათვლის და ვერ ხდებოდა ხოლმე წლების განმავლობაში ამაზე შეთანხმება, მაგრამ თვალნათელი იყო, რომ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ხალხი იყო ესე ჩანდა კადრებში ნამდვილად, მაგრამ რა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალა ოპოზიციის სასარგებლოდ? ხელისუფლებამ თქვათ, რომ მოინდომოს ხვალ შეიძლება ამაზე მეტი ხალხი გამოიყვანოს, ხო ეს ხო არ არის პროფესიული მიდგომა
მიდგომა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ეს ხდება საარჩევნო ყუთთან. ამაზე გაცილებით უფრო კომპეტენტური მეთოდი შეფასების არის სოციოლოგიური კვლევები, რა თქმა უნდა მეთოდოლოგიაზე კამათი გრძელდება, მაგრამ სოციოლოგიური კვლევა აღიარებულია იმ თქვათ მექანიზმად, რომლის მიხედვითაც ხდება დადგენა თუ ვის რა პროცენტია რეიტინგი როგორი აქვს მოსახლეობაში. ამიტომ ფიქრობ თუ არა ცოტა გადამეტებულია, სწორედ ამ თუნდაც ძალიან ხალხმრავალი აქციის საფუძველზე თქვენ თქვათ რომ უკვე ძალთა ბალანსი არის შეცვლილი ოპოზიციის სასარგებლოდ. ეკა ძვირფასო ცოტა გადამეტებული კი არა, ზედმეტად ზომიერია, მე მგონი ჩემი განცხადება ამის თავმა, ზედმეტად თავდაბლურია, დიახ. რაღაცა ამაზე უფრო თავდაბალია შეიძლება იყოს ბატონ დავით. მე ვთქვი ძალთა ბალანსი შეიცვალა მეთქი, მე ხომ არ ვთქვას ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ აღარ აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი მეთქი, მაგრამ თქვენთვისაც შესაძლოა ნაციონალური მოძრაობისთვისაც, ესე იგი ან არის უმრავლესობა, ან აღარ არსებობს ცხოვრებაში. ამიტომ გასაგებია თქვენი რეაქცია ჩემს პასუხზე, რომ მოგეჩვენათ რაღაცა წარმოუდგენლად და გადაჭარბებულ ოპტიმისტურ შეფასებად. რაც შეეხება ძალთა ბალანსს და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს და ასე შემდეგ. ეკა, ჩვენ ახლა გვისმენს საქართველოს მოსახლეობა თქვენი არხის წყალობით მეტი ვიდრე მხოლოდ თბილისის მოსახლეობა და მათ იციან ძალიან კარგად როგორ ხდება მათი მეზობლების, თანამშრომლების, გვერდში მყოფი ადამიანების მიყვანა სააკაშვილის აქციებზე. მათ იციან ძალიან კარგად, თუმცა მე და თქვენ ნუ ვიკამათებთ. აი ვინც გვისმენს ახლა, მათი გასარჩევი და გადასაწყვეტი იყოს ახლა, რომ ხელისუფლებასაც შეუძლია ამდენი ადამიანის მოყვანა თუ არა. რა თქმა უნდა შეუძლია, როდესაც დაკეტავენ სკოლას და ყველა პედაგოგს ჩასვავენ ავტობუსებში. და თუ ვინმე არ ჩაჯდება მეორე დღეს სერიოზული პრობლემა ელის. რა თქმა უნდა ხელისუფლებას შეუძლია ერთი რაიონიდან მეორე ადგილზე მიიყვანოს მისი თვითონ მხარდამჭერი და გაასაღოს იმ რაიონის სამორჩევლად და წარმომადგენლად. ეს ხომ თელმა საქართველოს მიცის. ეს ხომ უკვე ყველა მიცის. ამიტომ მოდი ამასში ნუ გავეჯიბრებით, ასე ვთქვათ, ერთმანეთს არგუმენტებს. შედეგი და მე ვინ თქვა დღეს ჩვენ არ გამოგვიცხადებია საკუთარი თავი ხელისუფლებად. ჩვენ ვამბობთ რომ მსგავსი საარჩევნო სტარტი არც ერთ პოლიტიკურ ძალას ასე დემონსტრირებული. თქვენ კვლევები ახსენეთ და ხო უბრალოდ არ მინდა მაგ თემაზე წასვლა და შორს წავალ ამგვარად დემონსტრირებული მხარდაჭერით არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე პოლიტიკური ძალა რომელიც იწყებს საარჩევნო კამპანიას და არ არის იმ რაღაცა თავბრუდახვეული თავისი წარმატებით და ჩვენ დღეს არაერთხელ გამოვაცხადეთ და ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ილაპარაკა რომ ჩვენ დიდი შრომა გვიწევს წინ, გველის წინ, დიდი საქმე, ორგანიზებული მუშაობა და ის წარმატება მხოლოდ მაშინ ამოვა იმ ყუთებიდან, თუ ჩვენ მოვახერხებთ ძალიან ბევრ ამას. მათ შორის ხელისუფლების მიერ დაგებული ხაფანგებში არ გაბმას. ხელისუფლების მიერ მოფიქრებული გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმებს, საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზება ძალიან ბევრ ამას. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე, ამიტომ დღევანდელი 200,000 კაცით ჩვენ თავბრო არ დაგხვევია. ჩვენ დღეს საღამოს ვიწყებთ უკვე ძალიან ბევრ 200 არ ვიცი რამდენი იყო თქვა ნოემბრის დღეებში 2009 წელს მაგრამ ბატონ დავით თქვენ შეჩვეული ხართ იმას რომ ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი გამოყავთ ხოლმე პერიოდულად ქუჩაში მაგრამ ისიც იცით თქვენი გამოცდილებიდან რომ მარტო ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეიძლება არ აისახოს პოლიტიკურ რითი დავიწყე მე სწორედ ამაზე მაგრამ თქვენ ვთქვით რომ ეს იყო უნიკალური დასაწყისი მე რითი დავიწყე სწორედ რომ ეს გამოსვლა არის მნიშვნელოვნად განსხვავებული და ის უკავშირდება და ეს ყველა უნდა აღიაროს. მეც და ჩემმა ყველა კოლეგამ, სხვამაც პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ ეს გამოსვლა ზუსტად იმითი განსხვავდება, რომ ის არის დაგეგმილი, მას წინ უძღოდა მრავალთვიანი შრომა და მას მოყვება მრავალთვიანი შრომა და მე ახლა თქვენი ეთერიდან პრაქტიკულად პირველად ვამბობ ასეთ რამეს. დღეს რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიებზე იყო 100,000-მდე რეგისტრირებული მხარდამჭერი ჩვენი. თქვენ იცით არსებობს პარტიის წევრი, არსებობს რეგისტრირებული მხარდამჭერი და არსებობს უბრალოდ მხარდამჭერი, რომელიც ხან მიტინგზე მოვა, ხან ხვას მოგცემს, ან არ მოგცემს. მე თქვენ გეუბნებით, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას თბილისში ყავს 100,000 რეგისტრირებული მხარდამჭერი, რომელიც თავისი ნებით და სურვილით ტელეფონის ნომერსაც გვაძლევს, პირადობის მოწმობასაც გვიწერს, მზადაა იმისთვის, რომ გამოვიდეს და იმუშაოს. დიახ, მე ვინაიდან ვარ მომსწრე
1999 წლის 90 წლის გაზაფხულზე არჩევნები რო ვერ ჩატარდა და გადაიდო, აი იმ პერიოდიდან ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, სხვადასხვა მხრიდან, ხან კომისიებში, ხან პოლიტიკურ პარტიაში და ასე შემდეგ. დიახ, კარგად რომ ვიცი, სწორედ რა გზა გვივლია, როდის რას მოუტანია წარმატება, ამიტომ ვლაპარაკობ სწორედ ამას. 200,000 მოქალაქეს არ დაუხვევია ჩვენთვის თავბრუ, პირიქით ჩვენ ამან დაგვარწმუნა, რომ ჩვენი გზა, ეს ყოველდღიური შრომის გზა, არის სწორი გზა და ამ გზის გაგრძელებაა საჭირო და მიყვანა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე. აქ სხვა კითხვებია ჩემი აზრით უფრო სერიოზული. სად იყო დღეს საპატრულო პოლიცია? ჩვენ ერთი თვით ადრე მივმართეთ ქალაქის მერიას. ჩვენი მარშრუტებით, ჩვენი გეგმებით, საათებით, წუთებით. რა დანიშნულება აქვს მაშინ გაფრთხილებას, რომ ბევრი ხალხი გამოივლის და მოძრაობა შეფერხდება. ეს რას ნიშნავს? რომ ამ დროს საპატრულო პოლიცია უნდა გაარიდონ ამ ქუჩებს? ამაზე იქნებოდა დასვათ კითხვა, რომ ხელისუფლება სად არის? მარტო პრეზიდენტმა კი არ მიატოვა დედაქალაქი. მარტო პრეზიდენტმა კი არ დატოვა თბილისი. მარტო პრეზიდენტმა კი არ დატოვა თბილისი. მერმაც დატოვა უკვე თბილისი. იმიტომ ჩვენ ვიყავით ამისთვის მზად. ჩვენ ყავდა სათანადო მომზადებული ხალხი იმისთვის, რომ დაგვერეგულირებინა მოძრაობა, მაგრამ შეიძლება რომ აი ამდენი ადამიანი, 100,000-ობით ადამიანი გამოსული ქუჩაში და მანქანები მოდიან და ჩვენივე დასარეგულირებელია რომ ასე გადავიწიოთ, ასე გამოვიწიოთ, იქ დავკეტოთ გზა, იქ გავხსნათ გზა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ბატონო, კიდე სხვა პირობებში ჩვენ მეტი ორგანიზებულობა გვმართებს, მეტი დაფიქრება და ვიძინა ივანიშვილმა ეს შემოიტანა ოპოზიციურ პოლიტიკაში და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება წარმოებების თავარი საწინდან პრეტენზიები დარწმუნებული ვარ თუმცა პატრული დიდი რაოდენობით რომ ყოფილიყო წარმოდგენილი დარწმუნებული ვარ და დიდი ალბათობა ამის წარსული გამოცდილებიდან რომ იქაც იქნებოდა პრეტენზიები როგორ გეკადრებათ ალბათონო ეკა ეს ის პატრული არ არის 90%-იანი მხარდაჭერა რომ აქვს თქვენ რო კვლევები მიუთითეთ იმავე კვლევებით 90% მოსახლეობის ხარს რო უჭერს იმ პატრულზე არ ვლაპარაკობთ რა პრობლემა უნდა ქონოდა თუ ის პატრული ზას გადაგუღობავდა ჩვენ სპეცნაზს კი არ ვითხოვდით მე სპეცნაზზე კი არ ვლაპარაკობ რატო არ მოგვისია მეთქი სააკაშვილმა მე ვლაპარაკობ პატრულზე რომელმაც გზაზე მოძრაობა უნდა არეგულიროს და გადაკეტოს გზა მაშინ როდესაც მოქალაქეებს საფრთხე ექნება როდესაც ისინი ფეხით მოძრაობენ კარგია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ბატონო კარგია და ეს ჩვენი დამსახურებაა და ასევე კარგად ჩაივლის ყველაფერი ამ ქვეყანაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დაწმუნებთ ამაში ქართული ოცნების მოსაწვევზე იყო ესეთი მოსახევი კუპონი უკაცრავად წარწერით დაწერე შენი ოცნება და როგორც შემდეგ თქვენს ოფისში აცხადებდნენ ასევე მოგვიანებით ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ განმარტა რომ ეს ოცნებები აგვიხდება ოქტომბრიდან ზოგიერთი შეიძლება მანამდეც მაგრამ ოქტომბრიდან ნამდვილად ყველა ოცნება ახდება თქვენ ძალიან კარგად მოახსენებათ ადამიანის ბუნება და მისი ოცნებები ძალიან ხშირად პირადია ვიდრე პოლიტიკური აი ამ ფლაიერზე ადამიანებმა რომ დაწერონ რომ ალბათ დაწერეს დარწმუნებული ვარ როგორც თქვენ ამბობთ 200,000 ადამიანში ასეთი ბევრად მოიძიება რომლებიც დაწერდნენ სახლი არ მაქვს და მინდა სახლი მქონდეს ჩემს შვილს ოპერაცია აქვს გასაკეთებელი ჩემი შვილი ან შვილიშვილი წასასვლელია საზღვარგარეთ ასწავლება და სახსრები არ აქვს და ასე შემდეგ ხო შეიძლება დაუსრულებად ამაზე ლაპარაკი. როდესაც ამ ადამიანებს პირდებით რომ მათი ოცნებები ასრულდება და აი ასეთ ოცნებებს შეაგროვებთ ხომ? რას შემდეგ რას ეტყვით აუსრულებთ ამ ოცნებას ამის რესურსი აქვს ბატონ ივანიშვილს თუ ეტყვით რომ უბრალოდ მათ სწორად ვერ გაიგეს რა ოცნებებზე ლაპარაკობთ რამე მესამე ვერსიას ხო ვერ ხედავთ ქალბატონო ეკა როგორც გამოცდილი ჟურნალისტი იქნებ თქვენ ხედავდეთ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი და გეტყვით მაგრამ მიკვის რომ ესე იგი მხოლოდ ორი ვერსია დაინახეთ და ორივე არასწორი და დიამეტური მე ვიტყოდი გეტყვით გაცემთ როცა თქვენ ამბობთ რომ დაწერეთ თქვენი ოცნება თქვენ ხო მე არ მიკონკრეტებთ პოლიტიკური ოცნება დავწერეთ, ჩემი პირადი ოცნება დავწერეთ თუ რა ტიპის ოცნება. კარგი, ახლა კარგად მომისმინეთ 3 წუთი და მოგახსენებთ ყველაფერს. 3 წუთი მომისმინეთ და ყველაფერს გეტყვით. პირველი, ჩვენ სწორედ იმას ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქართული ოცნება ეს არ არის აბსტრაქტული ოცნება. ეს არის ძალიან კონკრეტული ოცნებების ჯამი. ისევე როგორც ქართველი ერი და ქართული საზოგადოება ეს არის რაღაც აბსტრაქტული კრეფსითი მოვლენა. ეს არის თითოეული ადამიანის ჯამი. და ქართული ოცნება ნიშნავს ყოველი ადამიანის ოცნებების ახდენას. ყოველი ადამიანის. და ამ ყოველი ადამიანის ოცნებების ახდენას ხელს უნდა უწყობდეს ხელისუფლება. დღეს კონკრეტული ოცნება, როცა მე სახლი არ მაქვს და სახლი მინდა. თუ შეიძლება დამოწოდოთ კონკრეტულსა და აბსტრაქტულ. თუ შეიძლება დამოწოდოთ, მივედით კონკრეტულთან. დღეს ბიძინა ივანიშვილმა 3-ჯერ გაუსვა ხაზი ამ ამბავს. რომ ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ჯადოსნური ჯოხით თქვენ ბედნიერები გაქციოთ.
ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ თქვენ მოგცეთ თქვენი ოცნებების ასრულების საშუალება. იმიტომ რომ ჩვენთან შეკრებილი იყო შეგნებული ადამიანები. თვარეზე გაფრენის ოცნება არა აქვს ამ ხალხს. ამ ხალხს სწორედ ის ოცნება აქვს, რომ წამალი ჭირდება და ფული არა აქვს. და დღეს ვიძინა ივანიშვილმა თქვა ეს ამბავი, რომ დიახ ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ ყველა მოქალაქე საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი სახელმწიფო სადაზღვევო სისტემაში გაერთიანებული. ეს რამდენი დაჯდება? ეს აღარ ყველაფერი დათვლილი გვაქვს, ყველაფერი დათვლილი გვაქვს. რამდენი დაჯდება? შეუძლია თუ არა საქართველოს ბიუჯეტი ამის გაკეთება? 7 ივნის გეპატიჟებით ქუთაისში ყველა ამ პროექტის კონკრეტული პრეზენტაცია იქნება. ჩვენ სწორედ იმას ვეუბნებით მოქალაქეებს, რომ სახელმწიფოს და სააკაშვილის რიტორიკის იმედზე კი არ უნდა იყოთ, რომ თქვენი ბინა გექნებათ და თქვენ პრობლემებს მოაგვარებთ. თქვენ უნდა გქონდეს შრომის საშუალება, დასაქმების საშუალება და მათ ვინც დავრდომილი ხართ, მათ ვისაც შრომა არ შეგიძლიათ, მაშინ სწორედ საზოგადოებრივი სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, დიახაც სახელმწიფო უნდა შეაგროვოს გარკვეული თანხები გადასახადის სახით და მისცეს მათ დახმარება უმწეოებს, ვისაც შემწეობა ესაჭიროება. ამიტომ ჩვენთვის ეს ოცნებები არ არის სიტყვების თამაში. ეს არის ერთი მხრივ, რაც თქვენ მიმანიშნეთ იქ მოხევა. ერთი მხრივ ეს არის სწორედ ის სიმბოლური აქცია, რომ ჩვენი პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების ახდენაზე კი არ იქნება საუბარი ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. აი ამ ადამიანების ოცნებების ახდენაზე. მაგრამ ამ ადამიანების ოცნებას აახდენს არა კერძო პირი ბიძინა ივანიშვილი, ან ხელისუფლება, რომელიც ამ ხალხს ჩამოურიგებს მორიგ 30 ლარიან ვაუჩერს, რომ აჰა ამით იყავით კმაყოფილიო, დაამკვიდრებს სამართლიან სასამართლოს. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს. დაამკვიდრებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პრიორიტეტებს და ხიდები და პრეზიდენტის სასახლეები კი არ აშენდება იმ ბიუჯეტის თანხებით და ანაკლია 2 სადმე მყინვარწვერზე კი არ დავიწყებთ იმის მშენებლობას. ახალ პარლამენტს ახლა ჩვენ კიდე სადმე ბოლნისში ან თელავში კი არ გადავიტანთ და იქ არ ჩავყრით ასობით მილიონს. აი ეს თანხმა მოხმარდება გაჭირვებულ ადამიანებს, სანამ გაჭირვებულნი არიან. ეს არის ამ ოცნებების ასრულება, ეს ოცნებები აუცილებლად ასრულდება. თქვენ საუბრობთ ახლა ასევე ძალიან აბსტრაქტულ შორს მიმავალ გეგმებზე, რომელიც ეს არის შორს მიმავალი ხედვა, მაგრამ ამ ადამიანებს თქვენ უთხარით დაწერე შენი ოცნება, რომელსაც ჩვენ შევაგროვებთ და რომელიც ჩვენ არ გიხდება. კიდევ ამბობ, რომ ქაბატონი ფანჯიკიძე ამბობდა, რომ ზოგიერთი ოქტომბრამდე აგიხდება, ზოგიერთი მერე. იმიტომ რომ ძალიან ბევრმა დაწერა. შეყვან ამ ადამიანებს ამის სკოლაში მიგეცითებინათ ბოლოს, აი ეს სამწუთიანი ახსნა განმარტება, რომელიც თქვენ ახლა მოაყოლეთ. თქვენ ვერ გაიგეთ, ხო? არა, მე კარგად გავიგე, მაგრამ ეს არის ძალიან აბსტრაქტული ოცნება. აბსტრაქტული, მე გავიგე, რომ თქვენ აბსტრაქტულ ოცნებებზე ველაპარაკებით ადამიანებს და იქ იყო მითითებული დაწერე შენი ოცნება. კონკრეტული ოცნებების ასრულებაზე ველაპარაკებით ამ ადამიანებს და ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მოხოთ ხელისუფლებაში. ჩვენ მათ ვეუბნებით და კიდევ კარგად მომისმინეთ თუ ვერ გაიგეთ. ვინც ხართ უმწეო, ვისაც გჭირდებათ კურნალობის ფული, წამლის ფული არ გაქვთ და ამიტომ იღუპება თქვენი ოჯახის წევრი, ჩვენ ყველას პირდებით სადაზღვევო სისტემით ამ პრობლემების მოგვარებას. დაუცველები არიან დაზღვეულები, ბატონ დავით, დაუცველები, სოციალურად დაუცველი ოჯახები არიან დაზღვეულები. სექტემბრიდან 60 წლიდან ასაკის ყველა ადამიანი დაიწყება. და დღეს რამდენი ვეტერანი მოვიდა ჩემთან იცით, რომელსაც დაზღვევა მოუხსნეს, მაგალითად. დღეს იცით რომ ეხლა ძალიან პროგრამა არის, რომ სოციალურად დაუცველებს აქვთ დაზღვევა. პირადი ინფორმაცია და გვარს ვერ დავახსახელებ, მაგრამ ერთ-ერთი ჩვენი ლიდერის, რომელიც დღეს სცენაზე იდგა, მისი სიმამრი რომელსაც სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში და იქაურმა სისტემა პრაქტიკულად გაწირა ეს კაცი სიკვდილისთვის. ჩამოიყვანა, არ გაუკეთა ოპერაცია და შესაძლოა ბინის გაყიდვა მოუწიოს იმ ოპერაციის ფულის გადასახდელად. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერზე ვილაპარაკებით. ამიტომ ეს თქვენი სისტემა სოციალური რაზეც მიმანიშნებთ. თქვენ იცით თუ არა რომ ჭიათურაში ერთი კვირის წინ რაიონის საუკეთესო ბავშვთა ექიმი გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმიტომ რომ ჩვენთან ასოცირებული. და რა უწერია იცი იმას ოფიციალურ ქაღალდში? საშუალო თვიური ხელფასი 30 თეთრი. საშუალო თვიური ხელფასი ექიმს 30 თეთრი. ესეთი არაფერი გამიგიო შევარდენძის დროსაც კი ბატონო და გამოგიგზავნით ხო ალეკა, გამოგიგზავნით მაგ თქვენი კოორდინატები და ამ დოკუმენტს გამოგიგზავნით. აი ესა ის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ამ ხელისუფლებამ გააკეთა და ჩვენ როცა ხალხს ვეუბნებით, რომ დიახ, თქვენი ოცნება ასრულდება მარტო იმის თაობაზე კი არა, ჩვენს ოჯახის წევრს რო რამე ჭირდება. ჩემი ოცნებაა და მე დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქის ოცნება და ალბათ თქვენი ოცნებაცაა, რომ ჩვენ არ უნდა ვისმენდეთ ტელე რეკლამებს
რომ 7 წლის ბავშვს ესაჭიროება ესა და ეს და აბა ვინ გაიღებს თანხებს. ჩვენ თუ ადამიანები ვართ და საზოგადოება ვართ, უნდა გქონდეს სისტემა, რომელიც იმ 7 წლის ბავშვს გაჭიროება რომ შეემთხვა და წამალი ჭირდება. ამას მიხედავს საზოგადოების თანხებიდან აკუმულირებული პროგრამა. ძალიან საინტერესო იქნება მე ყურადღებით მოვისმენთ ხელს ჩავიყოთ თუ არა და ვინმეს დავეხმარებთ. ამოცნებების ასრულებას აკმაყოფილდებით ყველას და თქვენს. კი ბატონო, ფინანსურად დასაბუთებული გამომდინარე ბიუჯეტის ხარჯებიდან ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ და ეს ძალიან კარგად გესმით რომ ყველაფერი დასაბუთებული უნდა იყოს ბოლო თეთრამდე ძალიან საინტერესო იქნება ამ ეტაპზე უფრო კონკრეტული დაპირებების მოსმენა. ძალიან კონკრეტული გითხარით მე არა კი მაგრამ ფინანსურად დასაბუთებული სახელმწიფო დაზღვევა ეკა მე მაქვს სახელმწიფო დაზღვევა გააქვთ თქვენ? მე მაქვს კორპორატიული დაზღვევა, ჩემი სამსახურიდან. სახელმწიფო დაზღვევა გააქვთ? ხელფასიდან ვიხდი ფულს, კორპორატიული დაზღვევა მაქვს. არა, ხო და სახელმწიფო დაზღვევა გააქვთ? მე არა ვარ სოციალურად დაუცველი, რატომ უნდა მქონდეს სახელმწიფო დაზღვევა? აი თქვენს გექნებათ სახელმწიფო დაზღვევა, თუ მოისურვებთ. მე მაქვს იმდენი ხელფასი, რომ გადავიხადო ჩემი დაზღვევა და სახელმწიფოს არ დავაწვე ზედმეტ ტვირთად. ისაც აქვს საშუალება გადაიხადოს თავის დაზღვევა. თქვენ სოციალურად ორიენტირებულ სახელმწიფო კომუნიზმს აშენებთ ბატონ დავით. თქვენ შეგიძლიათ დამატებით, რაც გნებავთ ის დაიმატოთ კიდევ თქვენ სადაზღვეო პაკეტზე. კომუნიზმს აშენებთ ბატონ დავით. კომუნიზმს აშენებთ ხელახლა რომ მე რომელსაც შემიძლია საკუთარი თავი დავაზღვე, მეც კი მაზღვებ, როცა ეს არ მჭირდება. ეკა ძალიან გთხოვთ ეხლა. აი რა ტიპის სახელმწიფოს თავაზობთ რა? ამ ტიპის კითხვა უკვე მართლა წარმოუდგენელია თქვენ. არ ვასოცირებ ბატონო დავით. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ გერმანიაშია კომუნიზმი? გერმანიაში თქვენ ამბობთ რომ ყველა სახელმწიფო დაზღვევა, მაგაზე შემდეგ კამათოს გადაცემის. შეერთებულ შტატებში ბატონო დავით, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევაც არ დამტკიცებულა ობამას სამედიცინო დაზღვევის პაკეტი, რომელიც ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის და დღემდე არის ყველა კერძო. ობამა კომუნისტს აშენებს ეკა? ეს არ დამტკიცებულა, ჯერ ეს არ არის რომ ყველა დაიზღვიოს. ობამას კომუნიზმის აშენება უნდა ესე იგი რა უკიცებენ? ბატონ დავით, ეთყობა არ იცნობთ ობამას პაკეტს, ეთყობა საერთოდ არ იცნობთ ამერიკაში რა სადაზღვეო სისტემა მოქმედებს, რომელიც არის აბსოლუტურად კერძო. სააკაშვილი როცა ამბობს რომ ყოველ მეორეს დავაზღვევო. სააკაშვილი რომ ყოველ მეორეს დავაზღვევო, ნახევარ კომუნისტს აშენებს? ბატონ დავით, თქვენ სააკაშვილი ნახევარ კომუნისტს აშენებს, თქვენ როცა ამბობთ რომ ყველას აზღვევთ, მათაც კი ვისაც ამის საშუალება აქვთ, ეს მეტი არაფერი არ არის, თუ არა კომუნიზმი. ამაზე გამეცით პასუხი, სააკაშვილი ნახევრად კომუნისტს აშენებს? არ ვიცი სააკაშვილი რას აშენებს, მე მაინტერესებს ახლა თქვენ რას აშენებთ და რას აშენებენ ხელისუფლება, ამაზე ხელისუფლება ილაპარაკებს. არა, მე მეგონი ხელისუფლებას ველაპარაკები ახლა ეკა. არა, ბატონ დავით, მე ველაპარაკები ჟურნალისტ ეკა კვესტარის. კიდევ ერთი კითხვა. ძალიან კარგი. თქვენ თქვით რომ სექტემბრის ოქტომბრიდან როდესაც ხელისუფლებაში მოხვალთ, ქართული ხალხის ოცნება ასრულდება. და ხელისუფლებაში მოსვლის იმედი გაქვთ. მე მაინტერესებს რა გეგმებზე თანხმდებით, რა ძირეულ ღირებულებებზე თანხმდებით კოალიციაში შემავალი ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებით ძირეულად, ღირებულებებით განსხვავდებით, თქვენ და გუბასანიკიძე, ხომ? თქვენ აქამდე ვიცოდით რომ იყავით ძალიან ლიბერალური ღირებულებების მქონე პოლიტიკური პარტია, მაშინ როდესაც ბატონი გუბაზის პარტია არის ბევრად უფრო კონსერვატორული. რას შეიძლება შეთანხმდეთ ეს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები? ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი კითხვას ვსვავ იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა თქვენ რაღაც ხედვა ხო არსებობს, თუნდაც როგორი უნდა იყოს სოციალური დაზღვევა, ხო, როგორი უნდა იყოს სადაზღვეო სისტემა. ამაზე არსებობს მემარცხენე ხედვა, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, არსებობს მემარჯვენე ხედვა. ამაზე შეიძლება ამაზე არსებობს კი ბატონო დავით, ყველა სხვა საკითხზე. ეხლა ძალიან რადიკალურად მემარცხენეზე ვისაუბრებ. მე მაინტერესებს, რაზე შეიძლება შეთანხმდეთ? რა ძირეულ მნიშვნელოვან საკითხებზე ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები? მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თავდაპირველი შეთანხმება ეს იყო 3-4 თვის წინ, როდესაც კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაცია გამოქვეყნდა და იქ 12 ფუძემდებლური პრინციპი ეს სწორედ ისაა, რაც კოალიციის შემავალ წევრებს აერთიანებს. აქ არის საგარეო პოლიტიკური ორიენტირები ევროკავშირი და ნატო, საშინაო პოლიტიკური ორიენტირები სამართლიანობა, კერძო საკუთრების დაცვა, სოციალური სოლიდარობის პრინციპი, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართულება, თვითმმართველობის დამკვიდრება რეალური, კონსტიტუციური უფლებამოსილების დაბალანსება სხვადასხვა შტოებს შორის და ასე შემდეგ. მეორე, ჩვენ მაშინვე ვთქვით და სწორედ ამაშია ძალიან სერიოზული განსხვავება დღევანდელ პოლიტიკურ პროცესს შორის, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ამ დოკუმენტს, რომელიც არის 12 ძირითადი პრინციპისგან, საერთო პრინციპისგან, რომელსაც ხელი მოაწერა ყველამ, მათ შორის ეროვნულმა ფორუმმა, კონსერვატიულმა პარტიამ, რესპუბლიკელმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას მოყვება ჩვენი საარჩევნო პროგრამა.
მე თქვენ შეგახსენებ და ყველას შევახსენებ. დღეს 27 მაისს პოლიტიკურმა კოალიციამ ქართული ოცნება დაიწყო საარჩევნო კამპანია. რას ნიშნავს დაიწყო? დაიწყო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდა დღეს ძალიან სერიოზული და უპრეცედენტო დასაწყისი, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ძალიან ბევრი კონტაქტი ამ მომრჩეველთან და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია და წარდგენა სპეციალისტებისთვის, მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ეს პროგრამა არის სწორედ ყველა სუბიექტთან შეჯერებული. იმიტომ რომ კოალიცია საქართველოშიც იმ ქვეყნებშიც, რომელზეც შეიძლება ახლა მითხრათ, რომ გერმანიაში ლიბერალები და კონსერვატორები რო არიან ხელისუფლებაში, ესე იგი როგორ ახერხებენ ცხოვრებასო? ლიბერალები და კონსერვატორები არიან ერთ კოალიციაში და მართავენ ქვეყანას. ასევე ჩვენ ნებისმიერი კოალიცია ნიშნავს იმას, რომ ყველა შემადგენელი სუბიექტი დგამს გარკვეულ შემხედრ ნაბიჯს ერთმანეთისკენ, მაგრამ ჯამში გამოყავს ის პროგრამა, რომელიც გამართლა, როდესაც ყველანი ერთად იყავით მინუს ბატონი ივანიშვილი, ამ ფორმულამ თქვენ შემთხვევაში არ გაიხსენეთ, რამდენჯერ დაიშალეთ იგივე შემადგენლობა, კიდე ერთხელ ძალიან ბევრი ვისაუბრე იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი ამ კოალიციის შექმნაშიც, არსებობაშიც და წარმატებაშიც, მაგრამ რა გარანტია რომ არ დაიშლებით არჩევნების შემდეგ? თქვენ ეხლა ისევ ხართ ადამიანთან, მაგალითად ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყო სოზერ სუბართან, რომელსაც რამდენიმე თვის წინ კავკასიის პირდაპირ ეთერში ნაძირალა უწოდეთ, როდესაც ის ადანაშაულებდა ალიანსს, რომ ლავროვისგან იღებდა დაფინანსებას არჩევნებისთვის, ადგილობრივი არჩევნებისთვის. თქვენ ხართ ისევ ერთად. ადამიანს რომელსაც ნაძირალა სოზარ სუბარი შეყვანილი იყო შეცდომაში. ბევრი იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც როგორც ჩანს ის სიტყვები მეტად ეკუთვნოდა და სოზარი აღარ არის იმ ხალხთან მოვიდა და თქვა, რომ ასე კი არა სხვაგვარად იყო ეს ამბავი. მე თქვას კიდე სხვა რამ ბატონო და ერთი თვის შემდეგ რო პოზიცია შეიცვალოს, რას ნიშნავს შეცდომაში შეყვანა? რას ნიშნავს პოზიცია შეიცვალოს? მომწიფებული პოლიტიკოსი შეცდომაში შეყვანა, შეგვიკრია კაცო. რას ნიშნავს შეიცვალოს? შეიცვალოს ვინ შეიცვლის? სოზარ სუბარი ნაძირალა. თქვენ გნებავთ თქვათ, რომ ესე იგი კოალიცია თუ კი იქნება, ესე იგი ეს არის უბედურება. არა, მე ამას არ ვამბობ, მე ვამბობ, რომ თქვენი კოალიცია მინუს ბიძინა ივანიშვილი ხშირად შექმნილა და ისეთი სავალალო შედეგები დამთავრებულა, როგორიც იყო თქვენ შორის კამპანია, მაგალითად თუ ივანიშვილის პლუს არის, თუ პლუს ივანიშვილია, მე ამაზე ვლაპარაკობ სწორედ. ეს არის განმასხვავებელი. განმასხვავებელი, რომელმაც 200,000 კაცი მოიყვანა. ერთი ჰომოგენური სხეული გახდით, მას შემდეგ რაც ივანიშვილის სათავეში ჩაგიდგა, რომელიმე კოალიცია იცი, რომელიც ერთი ჰომოგენურია? არა და მაგიტომ მკითხულობ ეხლა რა შეგმატათ ასეთი ივანიშვილმა რა შეგმატათ მეთქი მაგას გეკითხავთ. ნებისმიერი კოალიცია ეს არ არის ჰომოგენური სხეული, ერთი შევთანხმდით. ამასობაში კოალიციები ბუნებაში არსებობენ. მეორე, გადავიდეთ შემდეგი ნაბიჯი. არა, იძულებით არსებობენ, იმიტომ რომ არჩევნების გზით მოდიან. არა, იძულებით არსებობენ კოალიციები, უკაცრავად ამასაც დავამატებ, რომ ისინი არჩევნებში მოდიან არასაკმარისი ხმით და იძულებლები არიან კოალიცია შექმნან. ეს ხო ძალიან კარგად გესმით თქვენს. ეკა, შეიძლება დამაცადო? დაასრულეთ და უნდა დავასრულოთ. თუ გნებავთ იქეთ დაგისვათ, კითხოს თქვენ არა, ბატონ დავით, აქ კითხოს მე. ესე იგი, პირველი შევთანხმდით იმაზე, რომ კოალიცია ყველა არის არაჰომოგენური, ანუ განსხვავებულების ერთობაა. მეორე, ზოგი კოალიცია წარმატებულია, ზოგი წარუმატებელია, რომელსაც თავთავისი მიზეზები აქვს. დიახ, გითხარით, იყო წარუმატებელი კოალიციები, რომელსაც ჰქონდა თავისი მიზეზები. ახლა არის წარმატებული კოალიცია, რომელსაც აქვს თავისი მიზეზი. ბიძინა ივანიშვილი ერთი და ჩვენს მიერ ნასწავლი ცოტაოდენი ჭკუა. მეორე, იმიტომ რომ საკუთარ გამოცდილებაზე პოლიტიკოსმა თუ არ ისწავლა, მაშინ უნდა დაანებოს თავი ამ საქმეს. მათ შორის ჟურნალისტმა, მათ შორის ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა. ამიტომ დღევანდელი კოალიცია სწორედ პლუს ბიძინა ივანიშვილი თუ ბიძინა ივანიშვილის პლუს როგორც გნებავთ ისე გაიგეთ. სწორედ ეს არის და ის 200,000 კაცი მე ძალიან კარგად ვიცი. იქ არ მოვიდა დათო უსუფაშვილის სანახავად. და იქ არ მოვიდა დათო უსუფაშვილის და გუბას ანიკიძის იმედზე. იქ მოვიდა ბიძინა ივანიშვილის და იმ გუნდის იმედზე, რომელიც მის გარშემო დავდექით. ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, ეს უნდა გაიაზროს ყველამ, ხარდამჭერია თუ მოწინააღმდეგეა, ეს არის რეალობა, ესაა მოცემულობა. ამაშია ჩვენი ძალა და ამაშია ჩვენი წარმატების საწინდარი. ასე რომ ამ კოალიციის განსხვავებულობა რაშია? აი ამაშია. რომელი კოალიცია შექმნილა არჩევნებამდე 1 წლით ადრე? რომელ კოალიციას დაუწყია არჩევნებამდე 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანია ასეთი მასშტაბური? არც ერთს. ესე იგი არის განსხვავებები და მე დაწუნებული ვარ ეს იქნება. კი ბატონო, ალიანსის ესეთი დიდი მიზნები შეიქმნა და სამწუხაროდ დაიშალა. კი ბატონო, დავით, მე მგონი დაგაცადეთ საუბარი. თქვენთან დებატები ყოველთვის საინტერესოა. იწყებ ლაპარაკს და როგორ რჩები? დამისვი კითხვა და მე გაცნობ. თავარი მორჩეთ.
კი ბატონო, რამდენი წუთია? 40 წუთია ეთერში ვართ. მე მგონი ძალიან არა, ბევრი ეს დრო გეთქვათ რომ მორჩით და გავჩუმდებოდი, რა პრობლემაა? უბრალოდ ორ ხმაში საუბრისთვის არ მოსულ ვარ მე აქ, ხო? კი ბატონო, მორჩით, всё. მორჩით. ძალიან დიდი მადლობა, ყოველთვის საინტერესოა თქვენთან დებატები. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. კარგად ზანდებოდეთ. ეს იყო დავით უსუფაშვილი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი.